მადლობი, ზოგადად არსებობენ მრავალი სახის ანგელოზები, ეკლესია მონასტრების ანგელოზები, ეთნოსების ანგელოზები, ქვეყნების ანგელოზები, სოფლების ანგელოზები და მორწმუნეების ანგელოზებიც, რომელსაც უწოდებთ ჩვენ მფარველ ანგელოზებს. საეკლესიო ავტორი ორიგენე მიუთითებს, რომ ცალკეულ მორწმუნეს, რომელიც ეკლესიის წევრია, როგორი პატარაც არ უნდა იყოს, როგორი მცირე ასაკისაც არ უნდა იყოს, მას დადგენილი ჰყავს შემწი ანგელოზი, რომელიც როგორც ამოწმებს ქრისტე, განუწყვეტლივ ხედავს ქრისტეს სახესო. ქრისტეს სახეს ხედავს, იქ მამა არ ინახსენები, მაგრამ ნახეთ, მაცხოვარი ბრძანებს, ვინც მე მიხილა, მამა იხილა და ვინც მამას ხედავს, ქრისტეს ხედავს. ამიტომ გამართლებულია, სწორია ეს ნათქვამი, ქრისტეს სახეს ხედავსო. სხვაგან იგივე ავტორი მიუთითებს, რომ ცალკეული ადამიანის სული ერთი ანგელოზის მიერ იწინამძღვრება, როგორც ბავშვი იწინამძღვრება მშობლის მიერო. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ცალკეულ მორწმუნეს დაჰყვება ერთი ანგელოზი, რომელსაც ჩვენი უკეთური საქმეებით თუ არ გავაძევებთ, ის იცავს ჩვენ სულს როგორც ჯარისკაციო. რა არის მფარველი ანგელოზის ფუნქცია? მფარველი ანგელოზის ფუნქცია არის ბევრი. მრავალ რამეში ჩანს მისი ფუნქცია და მრავალი მსახურება აკისრია მას. და ეს მსახურებები მის ზედწოდებებში, ზედსახებებში კარგად ჩანს. ნახეთ, ის მარტო მფარველი, ანუ ფილაკას, მფარველი ანგელოზის სახელით არ მოიხსენიება. ის არის მაგალითად დამცველი, გუშაგი, მეთვალყურე, შემწე და ერთ-ერთი საინტერესო ზედწოდება, რაც მფარველ ანგელოზს აქვს, არის პიმენი, ანუ მწყემსი. ანუ მფარველი ანგელოზი არის ადამიანის მწყემსიცო, სულიერი მწყემსი. აი ერთ-ერთი ავტორი ადამიანს ადარებს გემს, რომლის მესაჭეც არის ანგელოზიო, მფარველი ანგელოზიო. ანგელოზი ეძლევათ ადამიანებს დაბადებისას თუ ნათლობისას. წმინდა მამები და საეკლესიო ტრადიცია ერთსულოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანი მფარველ ანგელოზს იძენს ნათლისღების დროს. აი ამასთან დაკავშირებით ნათლისღების საიდუმლოში იკითხება კიდეც, ასე ვთქვათ, პირობითად ვთქვათ, დავარქვათ ასე, მფარველი ანგელოზის დადგინების ლოცვაც, რომელიც მოხსენიებულია მეხუთე კათაკმეულთა ლოცვაში. და აი ამგვარად ევედრება მოძღვარი უფალს, დაახლოებით ასეთი სიტყვებია, რომ უფალო დაუდგინე მას ცხოვრების გზაზე მფარველი ანგელოზი, მფარველი ანგელოზი, ანუ მფარველი ანგელოზი შემწედმოულინეო მას ცხოვრების გზაზეო. მაგრამ ნახეთ რას ამბობენ მამები იმასაც გვასწავლიან, რომ უფალი სხვა ანგელოზებსაც უგზავნის ადამიანს შემწედო. და მართლაც, აი ისტორიას თუ გადავხედავთ, კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ანგელოზები ხო ხშირად ეხმარებიან ადამიანებს და დიდი სასწაულებიც აღესრულება მათ მიერ. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი